კულტურის სამინისტროს ინფორმაციით ქართველ სპეციალისტთა მესამე ოფიციალური ვიზიტი ისტორიულ კლარჯეთში წარმატებით დასრულდა. უწყებაში აცხადებენ, რომ წინა სამუშაო შეხვედრების შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები თურქეთის მხრიდან დიდწილად უკვე გათვალისწინებულია. ასევე ქართული მხარის რეკომენდაციის შედეგად პროექტის შესრულების ვადა გახანგრძლივდა, რაც იშხნის უკეთესი რესტავრაციის შესაძლებლობას იძლევა, აცხადებენ სამინისტროში. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ქართულ სპეციალისტთა პირველი და მეორე სამუშაო შეხვედრის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები დიდწილად გათვალისწინებულ იქნა. მაგალითად, დამუშავებულია ძეგლის საინჟინრო კონსტრუქციული გაძლიერების პროექტი, რომელიც აქამდე არ არსებობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ეტაპზე სამუშაოები იშხანში აღარ ხორციელდება პროფესიონალი არქეოლოგების ზედამხედველობის გარეშე. ვიზიტის შედეგად შედგა შეთანხმება, რომ იშხნის დასავლეთ მკლავის ჩრდილოეთის მინაშენზე განხორციელდება ახლადაღმგენილი საპირე წყობის სათანადო დამუშავება, რაც არსებულ მდგომარეობას გარკვეულწილად გამოასწორებს. ასევე ქართული მხარის რეკომენდაციის შედეგად პროექტის შესრულების ვადა გახანგრძლივდა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა, როგორც გახსოვთ, და რაც მოგცემს იშხნის უკეთესი რესტავრაციის შესაძლებლობას. რაც შეეხება ოშკის სამონასტრო კომპლექსს, აქ ფიზიკური სამუშაოები უნდა დაწყებულიყო მოგეხსენებათ აგვისტოს თვის დასაწყისში, თუმცა პროექტის სრულყოფისა და შესრულებისგან თავის დაზღვევის მიზნით თურქეთის მხარემ მიიღო გადაწყვეტილება პროექტის დასრულების ვადა 2013 წლის დეკემბრამდე გაახანგრძლივოს.